შესაბამისად მოხდება ზუსტად ის სრულიადები, რომელსაც ქართველი ხალხი ელით. ამიტომ ძირს რუსული რეჟიმი! ძირს რუსული რეჟიმი! გამარჯობა, თქვენ გაზეთის ლაივს. ამ წუთებში ქუთაისში იმართება მარში, რომლის მთავარი დევიზი არის ძალაერთობაშია. შევხარ თანამედროვე გმირები, ჩემი წინააღმდეგობის დავაგარჩი მოფიქირები, ამიტომ თავისუფლება სინდისის პატიმრე! თავისუფლება სინდისის პატიმრე! თავისუფლება სინდისის პატიმრე! არ იქნება სამართალი! არ იქნება სამართალი! არ იქნება სამართალი! საკუთარი არის მტერი! საკუთარი არის მტერი! თბილისში კონკრეტული მსგავსი მარშები იმართება ყოველ შაბათს, მაგრამ ახლა აქტივისტებმა გადაწყვიტეს, რომ ეს კონკრეტული მარში უშუალოდ რეგიონში გამოსულიყო და ამჯერად ქუთაისში დაიგეგმა ეს კონკრეტული მარში. მთავარი დევიზი და შეძახილი არის თავისუფლება სინდისის პატიმრებს. ავთია თავად ყველაზე კარგი შეფასება ახლობენ, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს და ადამიანები ყავს გამოკეტილი უკანონოდ მხოლოდ იმიდან, რომ საკუთარი ქვეყანა უკან. მხოლოდ ამიტომ ზის ხალხი ციხეში. ამიტომ უსამართლო სასამართლო! უსამართლო სასამართლო! უსამართლო სასამართლო! ის ადამიანები, რომლებმაც ითვალეს ქართულ ხალხზე, დაუჯერები არ დარჩებიან. ეს თვითონაც იციან, მეგობრებო. ეს ქვეყნა, რომ იქნებ იმენ აღიაროს, რომ ესენი გამოუშვა, არის მიზეზი იმიტომ, რომ მათ უკვე დამტალახის ჩამორეცხვა. ამიტომ საკუთარი არის მტერი! საკუთარი არის მტერი! საკუთარი არის მტერი! მათი თქმით, შემდეგი მარში გაიმართება ზუგდიდში. ამჯერად ისინი იმყოფებიან ქუთაისში და მარშით მიემართებიან კვლავ მერიისკენ. ვერ გარღვევს იმის მიხუნება, რომ დღეს ვიკამათოთ ვიწრო პოლიტიკურ იდეებზე. დღეს არის ის დღე, როდესაც ყველანი უნდა გავერთიანდეთ, დავივიწყოთ ჩვენი პირადი წყენები, დავდგეთ ერთად, რადგან ვერ აზროს ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი რეჟიმი ვერ გაუმკრავდება ერთიან, ერთ მუშტად შეკრულ სიმართლის მხარეზე მდგომ ქართველ ერს. ამიტომ გაუმარჯოს ერთობას! ძირს რუსული რეჟიმი! რატომ გვებრძვის 480 დღე? რატომ გვებრძვის რეჟიმი? იმიტომ რომ ვერ გაგტეხა და თუ ჩვენ გავაგრძელებთ გვერდ მდგომას, ერთად მდგომას და სიმართლეზე საუბარს, ვერ აზროს ვერც ერთი რეპრესიული რეჟიმი ამ ერთობას, ამ სიჯიუტეს, ამ გვერდში დგომას ვერ დაშლის. დღეს დროა გაერთიანების, დღეს დროა დავივიწყოთ პირადი წყენები, დღეს დროა ვიდგეთ ერთად და ვხვათ ერთხმად ძირს რუსული რეჟიმი! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! და ჩვენ აუცილებლად დაგვიდგება ის თანატრი დრო, როდესაც ჩვენი შრომით, ჩვენი ფეხსადგომით, ჩვენი სიჯიუტით აუცილებლად მივახცევთ რეჟიმის შემოხდება. ძირს რუსული რეჟიმი! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!
რეჟიმი რაც უფრო კაცრი იქნება, რაც უფრო მეტად შეუტევს თავისუფალ ხალხს, ჩვენი მხრიდან გახდება უფრო მეტი სიჯულტე. ზუსტად ამ 480 დღემ გვაჩვენა, რომ ჩვენ არასოდეს არ დავნებდებით, რომ ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ უკეთესი მომავლისთვის. ჩვენია ეს ქვეყანა. მე მგონია, რომ ყველას სურვილია ვიცხოვროთ ლამაზ, ბედნიერ და თავისუფალ საქართველოში, სადაც ადამიანებს არ ჩაგრავენ, სადაც ნებისმიერი ადამიანის სიტყვას ისმენს ხელისუფლება. ამ დროისთვის სულ ეს არის. მადლობა ყურადღებისთვის.